ჯობა, სასიამოვნო არის შენი გაცნობა. თუ შეიძლება მოგიყევი ორი სიტყვით იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც განახორციელებ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და რა სფეროში მოღვაწეობ? კი ბატონო. მოგესალმებით. ჩემი სახელი არის დავითი. მე მაქვს რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი და ერთი სტარტაპი. ვასწავლეთ სტუდენტებს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც უნდა სწავლა, ციფრულ მარკეტინგს, გაყიდვებს, პროგრამირებას, დიზაინს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ადამიანებს, მათთვის სპეციალურად ყოველთვის გვაქვს გუნდში ადგილი, რომელიც არის უსასყიდლო, ანუ უფასოდ. ვუტარებ მასტერ-კლასს მხოლოდ ამ ხალხს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის, ასევე რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. როგორ მოგივიდა ეს იდეა ზოგადად, რომ აი ეს შენ საქმიანობაში გამოგეყო ადგილი ესეთი თემის ესეთი პრობლემური თემის. იდეა გონა უბრალოდ ვალდებულება არის ყველა ჩვენთაგანის, რომ რაღაცა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. განვითარება მივცეთ იმ ხალხს, რომელიც არიან იზოლაციაში რეალურად დღეს. რა გზავნილი გექნებოდა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ ოკუპაციის პირობებში და არიან აი იზოლაციაში, ეს არის საინფორმაციო ვაკუუმი, ეს არის ანუ ხო, აი ყველანაირი. თუ გიყვარს ეს ქვეყანა, ჯამში რაც არის ჩვენი ქვეყანა, თუ ეს გიყვარს, თუ გიყვარს ადამიანები, რომლებიც იქ არიან და შეგიძლია რომ მათ რაღაცაში არ ვიცი, მართლა შეიყვარო ისინი და დაუმეგობრდა, ეგ არის მხოლოდ ქართველობა. წერი მაქსიმალურად ეცდება რომ ჩვენ დაგვაშოროს ერთმანეთს, მაქსიმალურად ეცდება რომ ჩვენ გადაგვამტეროს ერთმანეთს და მანდ უნდა გავიჩოს და დაგყოს. ზუსტად და მანდ უნდა ვეცადოთ ჩვენ და მანდ უნდა მოვიგოთ რომ ტრის ჯინაზე ვიმეგობროთ, ტრის ჯინაზე ვიძმაკაცოთ, შევიყვაროთ ერთმანეთი, ხარჯი დაუდგეთ ერთმანეთს. რაც არის ძალა ერთობაშია.